თუ A და B კენტი რიცხვია, ჩამოთვლილდება რომელია ჭეშმარიტი. A და B რიცხვებიდან ორივე ლუწი რიცხვია. თუ ორივე ლუწი რიცხვია, მათი ჯამი იქნება ლუწი და არა კენტი. მეორე პირობა, A და B რიცხვებიდან ორივე კენტი რიცხვია. ამ შემთხვევაშიც ჯამი ლუწი იქნება. A და B რიცხვებიდან ერთ-ერთი კენტი რიცხვია, მეორე კი ლუწი. ამ შემთხვევაში პირობა დაცული იქნება და A-სა და B-ს ჯამს მართლაც კენტს მივიღებთ. ესე იგი, ამ დავალებაში სწორია G, მხოლოდ მესამე. როდესაც ლუწი რაოდენობის რიცხვები გვაქვს შესაკრები, ამ შემთხვევაში ორი რიცხვი გვაქვს შესაკრები, თუ ორივე მათგანი არის ლუწი ან კენტი, ჯამიც იქნება ლუწი. და კენტი ჯამს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ კენტი რაოდენობის კენტი რიცხვი გვაქვს მოცემული. ანუ ამ შემთხვევაში ერთი კენტი რიცხვი გვქონდა მოცემული. შემდგომი დავალება. ორი რიცხვის სხვაობა გვაქვს მოცემული და როგორი შეიძლება იყოს P და Q რიცხვები გვაინტერესებს. ეს სხვაობა რომ იყოს ლუწი, შეიძლება ორივე ლუწი იყოს ან ორივე კენტი იყოს. ორივე შემთხვევაში მათ სხვაობა ლუწი გამოგვება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს სხვაობა კენტი იქნება მაშინ, როდესაც აქედან ერთ-ერთი არის კენტი, მეორე კი ლუწი. ანუ აქ ისეთი შემთხვევა გვაქვს, რომ ფაქტობრივად ლუწი უნდა ავიღოთ, ლუწად უნდა განვიხილოთ მათი სხვაობა და G-სა და D შორის შეიძლება დაგვჭირდეს ფიქრი. თუმცა ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ მათი სხვაობა იქნება ლუწი, თუ ორივე ლუწია ან ორივე კენტია. ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებელია ტერმინს ვერ გამოვიყენებთ და უნდა ვიხმაროთ ტერმინი შესაძლებელია. ესე იგი, სწორი წინადადება იქნებოდა. P და Q გამოსახულება რომ იყოს ლუწი, P და Q რიცხვები შესაძლებელია იყვნენ ლუწები. შემდგომი დავალება.